თუმცა დიდად ვერ გავამტყუნებ, ჩვენც არ მიგვიცია რამე ისეთი დეტალური პრომპტი, რომ აუცილებლად ამას და ამას ამ წერტილმძიმეს მიყევ. ანუ მოკლედ თავის გემოზე გააკეთა დეტალები არის კრედიტები კიდევ რა თქმა უნდა იხარჯება და ფასიანი არის შესაძლებელი. გამარჯობა, გრძელდება ჩვენი AI ექსპერიმენტი და დღეს Lovably-ს და WordPress გავაკეთებინებთ ერთი და იგივე დიზაინის საიტს. ვნახოთ რა იქნება. ეს არ არის შეჯიბრი, რადგან არ იქნება სამართლიანი, რომ შევადაროთ ეს ორი პლატფორმა ამ კონკრეტული დავალების შესრულებისას. დეტალები ვიდეოში. ჩვენი საიტის მართვის პანელიდან გადავიდეთ პლაგინების დაინსტალირებაზე. დავაინსტალიროთ Royal Elementor ჩავწეროთ აქ და გამოჩნდება Royal Add-ons for Elementor. აი აქ დავკლიკავ ინსტალაციაზე. გავააქტიუროთ. Elementor-ის ინსტალაცია სიტყვის. დავაინსტალიროთ, აქაც დავკლიკოთ. მორჩება დაინსტალირებას და გადავიდეთ საიტზე. გავააქტიუროთ ეს პლაგინიც. ესე დავკლიკოთ აქ, დავსკიპოთ. Setting-ებს გადავახდეთ, არ არის საჭირო, აი აქ ვაკლიკავ. ბატონო. აი ეს ახალ ვერსიაში პირდაპირ გაიძულებს, რომ დაიწყო რაღაცის გაკეთება. ნუ იქნება არ მინდა. და როგორც ხედავთ, არ მინდა ამ მომენტში არაფრის გაკეთება. მაგრამ არ ვაცდის, ამას ალბათ მომავალში გამოასწორებენ, გაითვალისწინებენ. ესე იგი, დავბრუნდებით ისევ მართვის პანელში. აქ გავააქტიურებთ Royal Elementors. აქაც skip გავაკეთოთ. ყველგან რეკლამა არის, რა თქმა უნდა. ესე იგი, დავბრუნდეთ ვართ მართვის პანელში. აი აქ გამოჩნდა Royal Elementor, Templates Kits გადავიდეთ აქ და აი აქ საძიებოში ჩავწეროთ პორტფოლიო. აი ასე. აი ეს არის ჩვენი პორტფოლიო. დავკლიკოთ აქ. და სანამ აი აქ დავიწყებთ ამის გაკეთებას WordPress-ზე, მივცეთ დავალება Lovably-ს, რომ შეხედოს საიტს და მსგავს შეაფასოს, დაგვისვას კითხვები და მსგავსი დაგვიმზადოს. ლინკი დავაკოპიროთ. აი ასე. აი აქ გადავიდეთ და Lovably-ში ჩვენ ნახეთ აუცილებლად build-ზე კი არ უნდა გადავიდეთ. ყოველთვის ეცადეთ, რომ სანამ დაიწყება საიტის დამზადება, იქამდე ჯერ გაესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს, დააზუსტოს მან რაღაცა დეტალები და შემდეგ გადავიდეს შექმნაზე, იმიტომ რომ პირდაპირ შექმნაზე რო გადავიდეს, ეგრევე ხარჯავს კრედიტებს და კრედიტები რადგან იხარჯება, რა თქმა უნდა, გაკლდებათ იმისთვის, რომ შემდეგ რაღაცა ცვლილების შეტანა რომ მოგინდეთ, უკვე ნაკლები და ნაკლები კრედიტი გაქვთ და ყოველდღიური კრედიტი ამოიწურება. როდესაც აი ამ ღილაკს დავაჭერთ, აქ დაგეგმარების რეჟიმში ვართ, კითხვა-პასუხის რეჟიმში და სანამ დაიწყებს მუშაობას, დავაზუსტებთ დეტალებს, ну, რა თქმა უნდა, რამდენადაც შესაძლებელი არის და შემდეგ უკვე ნაკლები შანსი არის იმისი, რომ რაღაცა არასწორად გააკეთოს, მოკლედ მინიმუმამდე დაგყავს შეცდომები. ახლა ვეტყვით. დამზადე საიტი ამ დიზაინის მიხედვით. გაითვალისწინე ფერები, სურათები და სურათები, სტრუქტურა და საერთო დიზაინი. აი ესეთი მარტივი პრომპტი, აი აქ არის კონკრეტული ლინკი და ვნახოთ რას გააკეთებს. დავკლიკოთ აი ამ ღილაკზე, დაიწყება აქ პროცესი და პარალელურად WordPress-ზეც გადავიდეთ. აქ დაველოდოთ რა კითხვას დაგვისვამს. დავკლიკეთ. გადავიდეთ აქ. აქ ჩვენ შეგახსენებთ, ესე იგი, ავარჩიეთ დიზაინი და import, აი ამას უნდა დავკლიკოთ, თავიდან გაჩვენებთ.
ვართ დავუშვათ მართვის პანელში, გადავდივართ Royal Add-ons-ში, Template Kit, აი ასე. აქ ჩავწერთ პორტფოლიო. აი ეს არის ჩვენი პორტფოლიო, დავკლიკავთ ამაზე და Import Template Kit დავკლიკავთ აქ. აქ წაიკითხეთ გვეტყვის რომ შემოიტანს საიტზე ინფორმაციას პოსტები, სურათები, ტექსტები და რა უშოთ რამე თუ გაქვთ, წესით არაფერი არ წაიშლება, მაგრამ მაინც მეგირჩევთ რომ სუფთა საიტზე გააკეთოთ, სადაც არაფერი არ არის და სადაც არაფერი არ გაქვთ დასაკარგი. გატესტეთ, ნახეთ, შეამოწმეთ და შემდეგ შეგიძლიათ სურვილისამებრ სხვა საიტზე გამოიყენოთ. ამ შემთხვევაში მე არაფერი არ მაქვს აქ ისეთი რაც დავუშვათ წაიშლება, საიტი სუფთა არის. ნულიდან ვაკეთებთ ესე ვთქვათ და აი აქ დავკლიკოთ. აქ დაიწყება ეს პროცესი და გადავიდეთ ნახოთ Lovable რას გვეკითხება. რა ენაზე უნდა იყოს საიტის ტექსტი? ინგლისური როგორც ორიგინალში, ქართული, ორივე, ქართული და ინგლისური. მოდით ძალიან არ ვაწვალოთ, იყოს ტექსტი ინგლისურ ენაზე, როგორც ორიგინალში თუ ქართულად გავაკეთებინოთ. მოდი ქართულად გავაკეთებინოთ, რომ საბოლოო ჯამში როგორც წესი უმეტესწილად ქართულად დაგვჭირდება, იყოს ქართულად. სურათები როგორ მოვაგვაროთ? როგორ მოვაგვაროთ? AI-ით დავაგენერირო მსგავსი, ან Splash-თან მსგავსი ფოტოები გამოვიყენებ უფასო stock ფოტოებს ფოტოგრაფიის თემაზე. პირდაპირ ორიგინალის URL-ები გამოვიყენებ reference საიტის სურათებს, შეიძლება წაიშალოს მომავალში. ხო, შეიძლება წაიშალოს მომავალში, იმიტომ რომ დავუშვათ თუ არის საიტზე ესე ვთქვათ copyright-ი, თუ არის საავტორო უფლებები, შეიძლება ამის გამო მოითხოვონ სურათების წაშლა. მოდით მსგავსი გავაკეთებინოთ, რომ არანაირი პრობლემა არ იყოს. აი აქ დავკლიკავ, AI-ით დავაგენერირებთ და ვნახოთ რა გამოდის შემდეგ. უნდა იყოს მუშა მრავალგვერდიანი საიტი თუ მხოლოდ მთავარი. ხო, აი ძალიან კითხვა არის, ძალიან კარგი კითხვა არის. გვინდა სრული home about services portfolio და კონტაქტები, კი ბატონო. აი ეს კითხვები, აი ამაზე მქონდა საუბარი, რომ სანამ დავიწყებთ, სანამ დავკლიკავთ build ღილაკზე, რომელიც ეგრევე დაიწყებს საიტის დამზადებას, აი ესეთი კითხვები ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ საიტი რო დამზადდება, რაღაცა როგორც უკვე გითხარით, კრედიტები დაგვაკლდება და ამ დროს აღმოჩნდება, რომ თურმე გვინდოდა AI დაგენერირებული სურათები, რომ თურმე გვინდოდა 5 გვერდი და არა ერთი მთავარი გვერდი, ხო, აი ესეთ დეტალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ გავდივართ აი ამ კითხვას, ესე ვთქვათ AI-სთან, აი იმ plan ღილაკს დავაკლიკე, რომელიც ესეთ კითხვას დაგვისვამს და რამე კიდევ თუ გვინდა დავამატოთ ტექსტ, დავამატოთ, მაგრამ ეხლა ამ შემთხვევაში არაფერს არ ვაკეთებთ, აი პირდაპირ მარტივი პრომპტით, პირდაპირ მარტივი დავალებით, მარტივი კომუნიკაციით ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ რა. აქ ესე იგი დავასრულეთ საუბარი, დავაკლიკოთ ამ submit-ს, დაიწყება პროცესი, ეს ცოტა აქეთ შემოვწიოთ, აქ გამოჩნდება შედეგი. აქ ვნახოთ უკვე რა გვაქვს, აქ უკვე მზად არის საიტი, ეგრე გამოდის. ვნახოთ, აი ეს ჩვენი WordPress საიტი მზად არის. აი აქ არის ნიმუში, რის მიხედვითაც გავაკეთეთ, რაც მოვითხოვეთ, რომ გაგვეკეთებინა. Royal Elementor Add-onis სატესტო ნიმუშის მიხედვით და აი ეს არის ის საიტი, რომელიც უკვე ჩვენთან არის, აი ლინკების მიხედვით, URL-ის მიხედვით შეგიძლიათ ნახოთ, ეს არის ჩვენი სატესტო და ეს არის ის, რაც Royal Elementor Add-ons ჰქონდა demo საიტი. შევამოწმოთ გვერდები. ყველაფერი მუშაობს. Pop-up-იც აქვს. კი ბატონო. აქაც სერვისები. ფაქტიურად მუშა გამზადებული საიტია. ჩვენ უბრალოდ გვჭირდება იმ დეტალების შეცვლა, რაც ეხება ჩვენს რეალობას, ჩვენ კონკრეტულ ბიზნესს. აი მაგალითისთვის ვიდეო შეგვიძლია ჩავსვათ ჩვენი ვიდეო, სურათები, ტექსტები, ის რაც ეხება ჩვენს საქმიანობას. და რა თქმა უნდა, საკონტაქტო ინფორმაციაც.
კი ბატონო, მაგრამ აი თავარი დიზაინი, თავარი ჩონჩხი, თავარი საიტი გამზადებული არის და ელოდება ცვლილებების შეტანას. ნუ დაჭირდა ამას ალბათ 5 წუთზე ნაკლები. ლაუბლის შემთხვევაში ვნახოთ, ესე იგი, ფოტოგრაფის პორტფოლიოს საიტი 5 გვერდით AI გენერირებული სურათებით. კი ბატონო, რატო გველოდება ვერ მივხვდი ეს ხომ? დავეთანხმეთ რომ ესე გვინდა. ვნახოთ კრედიტების რაოდენობა მქონდა 5. შევხედოთ საბოლოო ჯამში რას მივიღებთ. ეხლა დაიწყო რატომღაც ამან აქამდე რატო გველოდებოდა ვერ მივხვდი. ხო შევუთანხმდით რომ გავაკეთებინებდით. აი ასეც და ესეც დავალება ეწერა. კარგი, ვნახოთ შედეგი რა იქნება. აქ დავბრუნდეთ მართვის პანელში. ნახოთ რამე დამატებითი პლაგინები რა არის დაინსტალირებული. ესე იგი გვაქვს ეს მე უკვე დაინსტალირებული მქონდა backup-ის პლაგინი. ეს არის Royal Elementor-ი. Royal Elementor-ის backup-ის პლაგინი დაინსტალირდა. თუ საინტერესო იქნება შეგიძლიათ დამატებით შეისწავლოთ. Media Library ასისტენტი, კი ბატონო, Elementor-ი და საკონტაქტო ფორმა 7. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შეცვლა შესაძლებელი არის თუ გჭირდებათ. შევხედოთ აქ რა გვაქვს. აჰა. ესე იგი, რაღაცა სურათი დააგენერირა და საკმაოდ ხარისხიანი ჩანს. მაგრამ ნახოთ საბოლოო შედეგი რა მივიღეთ და რამდენად განსხვავდება ამისგან. ეს რას ნიშნავს? თუ მაქსიმალურად სუსტად გააკეთა, ფაქტიურად ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი საიტი შეგიძლიათ აჩვენოთ და დააკოპირებს, გააკეთებს მსგავს. თუმცა რამდენადაც ვცადე და რამდენადაც გავაკეთე, რა თქმა უნდა, იდეალური მსგავსება არ გამოდის და სამუშაო მაინც კიდევ ბევრი არის და ერთი დღის კრედიტი როგორც წესი საკმარისი არ არის ხოლმე. ეს კი ჩემი პრემიუმ კურსი არის Udemy-ზე. AI ასისტენტის და საიტის დამზადება თქვენი ბიზნესისთვის. ლინკს ჩავაგდებ ამ ვიდეოს აღწერაში და დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ თუ რას ისწავლით ამ კურსზე და ვისთვის არის ეს კურსი. ხშირადაც უფრო რთულია დავალება, მით უფრო რაღაცა პრობლემებმა შეიძლება ეჩინოს თავი. ეს არის საიტი, ესე იგი დაგვიწერა საიტი მზად არის ფოტოგრაფის პორტფოლიო რეფერენსის სტილში. შეგახსენებთ აი ამ სტილში ვაკეთებთ. ვნახოთ რა გამოვიდა, ეს აქეთ გამოვწიოთ ახლოს. აი ეს ფანჯარა გავწიოთ. აი ამ ზედა თეთრ ზოლს ნუ მიაქცევთ ყურადღებას, აი პირდაპირ აქედან შავი ზოლიდან დაიწყეთ დათვალიერება. ესე იგი მთავარი გვერდისა ეს პირველი სექცია შევადაროთ. რა თქმა უნდა. არ გავს სამწუხაროდ რას გთავაზობთ. აქ ვნახოთ. აქ აქაც სხვა რაღაცა არის. მოკლედ ისევ თავის გემოზე გააკეთა. თუ დეტალებს არ მიუყვებით, აი როგორც ხედავთ, ესე იგი, აი ესეთ რაღაცას უბრალოდ რომ ჩავუკოპიროთ ლინკი და ვაჩვენოთ, რომ ესეთი ტიპის საიტი გვინდა, როგორც ხედავთ, ვერ აკეთებს და არ აკეთებს. აი ეს მაგალითად საერთოდ არ აქვს საიტზე. ანუ სტანდარტულად მიყვება იმ რაღაცა თავისი დიზაინერული ჩანახატი აქვს, ჩანაფიქრი, ეტყობა 2-3 ვარიანტი და აი ამ ვარიანტებში გვაძლევს შედეგებს თუ არ მივყევით დეტალებს. დეტალები არის კრედიტები კიდევ რა თქმა უნდა იხარჯება და ფასიანი არის შესაძენი. შევიდეთ სხვა გვერდზეც, აი ჩვენ შესახებ გვერდი. და გააკეთა timeline-ი. მაგრამ რაღაც უცნაურად ჩანს, ნახოთ აი აქ რა აქვს about გვერდზე. აქ ესე იგი, აქ timeline-ი არ აქვს. ანუ მოკლედ თავის გემოზე გააკეთა. თუმცა დიდად ვერ გავამტყუნებ, ჩვენც არ მიგვიცია რამე ისეთი დეტალური პრომპტი, რომ აუცილებლად ამას და ამას ამ წერტილმძიმეს მიყევი. მაგრამ მეორე მხრივ ის თქვაც შეიძლება რომ ჩვენ ხო კონკრეტულად ვაჩვენეთ რა საიტია და დეტალებზე გამოყურადღების გამახვილება თვითონ უნდა გააკეთებინა. ხო ესია, აი მაგალითად სერვისების განყოფილებაში რო გადავიდეთ, აი ეს არის სერვისები ესეთი დიზაინით. აი ეს
ეს გვაქვს ესე ვთქვათ ორიგინალი და ვნახოთ სერვისების განყოფილებაში რა გაგვიკეთა. აქაც იგივე სტილში გააკეთა, რაც აქამდე გაუკეთებია სხვა საიტები. პორტფოლიოს ვარიანტი ვნახოთ, აბა პორტფოლიოს გვერდი. პორტფოლიოს გვერდი გვაქვს აი ეს. პორტფოლიოს გვერდს რაც ახლა თავარია ეს ფილტრი მუშაობს, კი ბატონო. აქ როგორი გამოგვივიდა პორტფოლიოს გვერდი, აი ასე. რა თქმა უნდა, დახვეწილი არის, იმიტომ რომ ამაზე პროფესიონალები და დიზაინერები მუშაობდნენ და კონკრეტულად იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ. კონტაქტების გვერდიც ვნახოთ და პრინციპში ეს არის. აქ ერთადერთი იმის თქმა შეიძლება რომ ადამიანისთვის, რომელიც არ ერკვევა ამ საკითხებში, სრულიად მინიმალური მისაღების საიტი შეიძლება გაკეთდეს დასაწყისისთვის და რა თქმა უნდა, უკვე შეიძლება ამ საიტის ჩვენება დამკვეთისთვის, როდესაც უკვე ჩასვამთ თქვენს რეალურ ნამუშევრებს, თქვენი რეალური საკონტაქტო ინფორმაცია იქნება, რეალური სერვისები იქნება ჩამოწერილი, საერთოდ არაფერს, რა თქმა უნდა, ეს ჯობია. უბრალოდ დაუშვათ რო გქონდეთ მარტო Facebook გვერდი არ არის საკმარისი, რო გქონდეთ მარტო დაუშვათ Instagram-ი ან სხვა რამე სოციალური ქსელი არ არის საკმარისი, ამასთან ერთად უკვე ფოტოგრაფს შეუძლია რაღაცა უფრო მეტი წარმოდგენა შეუქმნას თავის დამკვეთებს თავისი ნამუშევრების შესახებ. რა თქმა უნდა, ძალიან დასახვეწია, შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ვიდეოები, ნახოთ და აი ამ საიტს როგორ ვაკეთებ და აი ამ საიტზე რაც ჩვენ ახლა გავაკეთეთ აი ეს WordPress-ზე რაც არის გაკეთებული, როგორ შეიტანოთ აქ ცვლილებები არის აი ამ ვიდეოში ნაჩვენები, აი აქ მასტერ-კლასის სტარტაპისთვის მარტივი საიტის დამზადება. კონკრეტულად ეს საიტი არ არის განხილული, მაგრამ მუშაობის პრინციპს მიხვდებით და Lovable საიტზე როგორ შეიტანოთ ცვლილებები ნაჩვენები არის აი ამ ვიდეოებში, აი აქ ყველა სხვა ვიდეო AI საიტები რაც აწერია ამ თემაზე არის ყველა და განაცხადად განხილული არის Lovable საიტი. გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწონეთ ვიდეოები, გაწევრიანდით ჯგუფში, წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა.